და მე ვაერთიანებ საქართველოს ისტორიას 1000 წლეულს დაწყებულს დავით აღმაშენებლიდან მოსულს დღევანდელ დღემდე და ყველა იმ გავლენას რაც საქართველოს 1000 წლეულის პერიოდში განიცადა. ეს იყო ბიზანტია, ეს იყო სპარსეთი, ეს იყო თურქეთი, რუსეთი და ნუ დღეს ამერიკული გავლენა, ხო? ეს ეს არ იქნება როგორც მტრების ყოფნა აქ. ქართველები ჩვენ სტუმართმასპინძელი ხალხი ვარ და მე ვირჩევ იმათგან იმ კულტურულ დანატოვარს, რაც იმერებმა დატოვეს. და ჩვენი თვისებით როგორ გავითავისეთ და გავალამაზეთ. ამიტომ სპარსეთიდან ჩამოვლენ შემსრულებლები, თურქეთიდან ჩამოვლენ შემსრულებლები, ბიზანტია დღეს აღარ არსებობს, საბერძნეთიდან ჩამოვლენ რუსები და ჩამოვლენ ამერიკიდან. და მათ შორის ეს ხიდები იქნება საქართველო, რომელიც გალობანის სინანულისგან შესრულდება ნაწყვეტები. აი ესეთი ფორმა იქნება, ესე იგი იქნება აი ეს 1000 წლეული და ბოლოს ეს ყველაფერი იჟღერებს ერთად. მთელი 1000 წლეული. და ეს არის მართლა მე ველოდებოდი საქართველოს დაბრუნებას, რომ ეს კონცერტი გამეკეთებინა. და ვსუნთქავ ამით, რომ ჩემს მსმენელს ეს მოასმენინო და სადღაც ოქტომბერში ვაპირებ, რომ ეს კონცერტი გავაკეთო. ასევე ჩვენ ფიქრობთ, რომ 23 გუნდით სიმღერებს, რეჩიტატივის ფორმითაც იქნება. სხვადასხვა საგალობლები სხვადასხვა ფორმით იქნება. სადღაც გუნდი იმღერებს, სადღაც სოლისტი, სადღაც რეჩიტატივით, სადღაც მსახიობი წაიკითხავს რომელიღაცა ნაწილს. ზოგადად აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმით გამოჩნდება ხოლმე. ანუ ეს არ იქნება კონცერტი, ეს იქნება სპექტაკლი. წარმოდგენა, აი როგორც თუ გახსოვთ შაბათი ჩემი კონცერტი არის ოპერაში ერთ-ერთი ბოლო დიდი კონცერტი რომელიც იყო, იქაც ასევე გაერთიანებული იყო ჟანრები, ოღონდ იქ ჩემი ეზო მოვყევი. იმიტომ რომ მე რუსთაველზე დავიბადე და გავიზარდე და ერთ ეზოში მესმოდა სომხური, ქართული, ქურთული, რუსული, ჯაზი, კლასიკა, ესეთი იტალიური ეზოში ვცხოვრობდი. და იქაც ზუსტად ცალკე მოვყევი ეს რაც მესმოდა ბოლოში გავაერთიანე. ეხლა 1000 წლეულს ყვები, მასშტაბურად უფრო მეტი დატვირთვა აქვს ამას და მეტი საპასუხისმგებლოა. პლუს ასევე ჩამოვიტანე ჩემი კრებული თუ გახსოვთ ბოლოდ ლექსების ძალიან ბლომად ლექსები დამიგროვდა. და მინდა რომ გამოვცე ახალი კრებული ლექსების, რომელსაც ერქმევა, ესე იგი, არა სტილი პოსტმოდერნი, არამედ პოსტმოდერნი, იმიტომ რომ იმეილი რო გაჩნდა ხალხს ძალიან მოენატრა პოსტა. და აი სადარბაზოებში დაგიდებული პოსტის ყუთები, რომელსაც მაგალითად როცა შეყვარებულები წერილი იმდენ რომანტიკული რამე იყო, რამოდენიმე 1000 წლეულების უკან, რომ წერილის გარეშე წერილს თავი დატვირთვა ქონდა, ფაიტონებით მიდიოდა შეყვარებულთან, მოლოდინი ამ წერილის გახსნის იმ ქალის სურნელი და ამიტომ ერქმევა პოსტმოდერნი, ანუ უპასუხო წერილები აი ამ კრებულს. გამზადებულია ეს ლექსები, ოღონდ ერთი პრობლემა მაქვს საოცარი. ესე იგი, როცა ვამზადებ, ამ ხო ამოვირჩიე მაგალითად 150 ლექსი. სანამ გამოვეცი, გიჟივი დავწერე კიდე რაღაცა 200. ხო და თუ დროზე არ გამოვეცი, ხო ეს ლექსები გროვდება და მე რაღაც შვილები ვითარი, ხო ძნელი გადასაყრელია საკუთარი ლექსები. ძნელია რომ აი ერთ ლექსზე თქვა რომ ამას შევიტან კრებულში და იმან რა დააშავა. ამიტომ ეს გადაყრის პროცესი არის საკმაოდ მტკივნეული. ასე რომ რაც ჩემ შემოქმედებას შეეხება ეს ორი, რასაც ვაკეთებთ არის ეს კრებულის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ეს კონცერტი რაც მაგამელაპარაკა. და კიდე საკმაოდ დიდი გეგმები რა. აუცილებლად უნდა ვთქვა ახლა ეს პროექტზე პრაიმ ტაიმი მაპატიებს, იმიტომ რომ ორ შაბათს იქნებოდა ეს მათ გაზეთში, მაგრამ უკვე ნახევარმა საქართველოს გაიგო. ჩვენ ფონდში არსებობს ესეთი ახალგაზრდული ფრთა. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, ლუკა არის ევგენიძე დათოს შვილი და მისი ძალიან ბევრი ახალგაზრდები შემოიკრიბენ და მათ აქვს პრეზენტაცია ასევე თავისი ახალგაზრდული ფრთის და გთხოვეს რომ რაღაცა გაგვიკეთეთო და მოვიფიქრეთ ასეთი საინტერესო პროექტი, რომელსაც გამოიწვია ძალიან ისეთი კარგი მითქმა მოთქმა.
15 ოქტომბერს სპორტის სასახლეში იქნება სუხიშვილის, წიმაწის და დათო ევგენიძის ერთობლივი შოუ. ეს მართლა შოუ იქნება და ყველას ვაქვს კითხვას, რა შუაშია სუხიშვილები, რა შუაშია წიმაწი და რა ეს შუაშია ჩემ სტილშია მოკლედ ჟანრების წიმაწი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და აი სუხიშვილები რა შუაში არიან, ამას ყველა იქ მისული ნახავს და მე ეს იქნება ძალიან დიდი სიურპრიზი. მე კიდევ ბოდიშ ვხდი prime time-ს, იმიტომ რომ მათ ეს ინფორმაცია მოიპოვეს და ორშაბათს უფრო დაწრულებით იქნება. ჩვენ თან არსებობს ეს ფრთა ახალგაზრდა და გვინდა რომ ყველა ადამიანს ეს მათი სურვილი იყო მისი ჩამოყვანა და დათომ ეს ყველაფერი ხელი შეუწყო აი ამის ორგანიზებას. ჩვენ ეს ცოტა ადრე გვინდოდა, მაგრამ აი ამ ფესტივალის პრეზენტაცია, რომელიც არის 23-ში და ყველას გეპატიჟებით ბათუმში, გადავწიეთ 15 ოქტომბერს. დათომ აპატი არ მინდა არაფერს დამავიწყდეს. უკვე მოსკოვში ყოფნის დროს დავიწყე მუშაობა ქართულ ფილმზე, რომელსაც ძალიან ახალგაზრდები, პროდიუსერები ძალიან ახალგაზრდები არიან, 22 და 23 წლის ბიჭები, რომელმაც რაღაცა მამა ფული მიშოვე თუ რაღაცა ესე იშოვეს ამ კინოს ფული და რეჟისორი არის დათო ბორჩხაძე, ფილმს ქვია სეზონი. და საკმაოდ დიდი ხნის პერიოდში მიდის ამ ფილმზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური პრობლემებზე გამომდინარე, მაგრამ მოახერხეს ეს ფილმი დაასრულეს და მე დავუწერე მუსიკა, რომელიც ან ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში იქნება თბილისში ასევე პრემიერა ამ ფილმის. და ძალიან მიხარია, რომ ქართულ კინოშიც ახალგაზრდები აკეთებენ, იმიტომ რომ ქართული კინო ყოველთვის ცნობილი იყო მსოფლიოში და ყოველთვის განსხვავდებოდა თავის თვითყოფადობით და მინდა რომ წინასწარ არა იმიტომ რომ მე დავუწერე მუსიკა და იმიტომ შევეკო მართლა ახალგაზრდების გაკეთებულია და მართლა საინტერესო ფილმი არის ქართულ მაყურებელს. ფილმს ქვია სეზონი და რეჟისორი არის დათო ბორჩხაძე. არა, მე არა აქტიურად დაბრუნება არ ვიცი საერთოდ რა. კიდე ერთი პროექტი დაგვავიწყდა, ბარიღამ ყველაფერი თქვა ჯობია. დამოწურული იყოს ეს თემა, რომ მე ვინმე მართავის თავზე არ დაიბრალოს. ეს პროექტი, რომელიც დაახლოებით 2 წელი ესე ვწვალობთ არა, რაღაცნაირად ვერ მოხერხდა. ეს არის პირველი თაობის მზიურის ვარსკვლავის გახსნა. და ჩვენ გვინდა რომ ეს ვარსკვლავის გახსნა იყოს და ახსოვდეს თქვენ უფრო ახალგაზრდები ხართ. აი ჩვენ თაობას აი ეს გოგონები აი ამ ყველსახვევებით, აი ისინი როგორც იყვნენ წარმოდგენილები 6 ნოემბერს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩამოდის თამრიკო გვერდწითელი, რომელიც 11 ნოემბრამდე დარჩება საქართველოში, ამ ვარსკვლავის გახსნა არის 11 ნოემბერს და წარმოიდგინეთ ზუსტად თამრიკო ხორბელაძე უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე, ეკა კახიანი უკრავს ბას გიტარაზე, მაია ჯაგვარავა, აი ზუსტად მინი იუბკები და წითელი ხელსაყრე ხა ზოგიტყვის მინი იუბკები შეიძლება აღარ მოუხდეთ, მაგრამ თქვენი შეკითხვა არ მინდა დავუპასუხოთ, თქვენ კითხეთ კომპეტენტურ ვინ შეაფასებს. სწორედ ამ პროცესში ვართ, როცა მიდის ქართული მხრიდან ჟიურის არჩევა. ჟიური არ იქნება სამმხრივად მხოლოდ მუსიკალური, აუცილებლად ჟიურიში იჯდებიან ხორეოგრაფი, აუცილებლად ჟიურიში იქნება სტილისტი და რაც შეეხება სტილისტს, მე პლუს მუშაობ ბალეტზე ალექსანდრე მაკედონელზე, რომელიც ხორეოგრაფი არის ლორკა მასინი, ძალიან ცნობილი ადამიანი, რომელიც არის ამ მასინის შვილი, რომელმაც ჩამოაყალიბა ნიუ-იორკის ბალეტი, ვისი მოწაფეც იყო ბალანჩინი და რომელმაც ჩამოაყალიბა მონტე-კარლოს ბალეტი, რომელიც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენ გვინდოდა რომ დაგვემთხვია პრემიერები ლასკალაში მიდის პრემიერაზე ლაპარაკი პირველის და მე ძალიან მინდოდა რომ პრემიერა ასევე თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრშიც თითქმის ერთდროულად მომხდარიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს ოპერის თეატრში რემონტია, ალბათ ევროპის პრემიერა ალბათ უფრო მალე იქნება ვიდრე საქართველოში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნინო ანანიაშვილთან იქნება შეხვედრა, რომ ეს დაიგეგმოს. და ამ ბალეტზე ეს არის ორმოქმედებიანი ბალეტი და 4 სურათია ამ ბალეტში. თითო სურათი არა, თითო ის ქვეყანას, რომელიც მაკედონელმა თავის გზაზე გაიარა. ეს არის საბერძნეთი, ეს არის სპარსეთი, ეს არის ეგვიპტე და ინდოეთი. და თითოეულ სურათს
კოსტიუმების მხატვარი ყავს სხვადასხვა ცნობილები. ორთან ვისთანაც უკვე მოლაპარაკებული ეს არის დოლჩე კაბანა და ჟან-პოლ გოციე. და სწორედ მინდა ერთ-ერთ მათგანთან მოველაპარაკო რომ ჩვენ ფესტივალზე აი ამ სტილისტიკის ჟიურიში იყოს რა. ასე რომ მაინც თქვა ეს სურპრიზად გინდოდა შემოგვიყვება. არა იცით მე არ მიყვარს ხოლმე თქვა რაც 100%-იანად არ არის და არა მგონია რომ იქიდან გამომდინარე როგორი ურთიერთობები არის რომ უარი თქვას ჩვენს ფესტივალზე ჟიურიში ყოფნაზე რაც უფრო სახელოვანი და ნიჭიერებიანი ადამიანები ისინი არიან მაქსიმალურად თავდაბლები. ამ ეტაპზე ველაპარაკის მოლაპარაკებთ და ის ფესტივალი იმდენად ახალია რომ უბრალოდ ეს ინფორმაცია მიწოდებულია რა. და კიდე მნიშვნელოვანი რომ ამ ფონდს აქვს თავისი წარმომადგენლობები და ხა ლევანი იტყვის რამოდენიმე ქვეყანაში და ჩვენი პრიორიტეტი არის ის რომ ჩვენი თანამემამულეები რომლებიც არიან არა ნუ შენ ქვეყნები ჩამოთვალე ისინი არიან კაი შენ თქვი ესე ჩვენ ფონდის წარმომადგენლობები გვაქვს და კიდევ ვიზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ესპანეთში, უკრაინაში და კიდევ მრავალრიცხოვანი გახდება და რაც მთავარია და პრიორიტეტულია ჩვენთვის, რომ აქ დასაქმებული ხალხი იქნება ყველა ეროვნებით ქართული და ჩვენ საქართველოს შვილები ევროპაში ცხოვრობს ამ ეტაპზე. და ამიტაც ჩვენი ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი. წარმატებული ქართული. პატარა საქართველოები გაჩნდება რაღაც უფრო შეკავშირება მოხდება ქართველების ერთმანეთთან, ვინც არ იცნობს, ვინც იცნობს და ერთობლივი ძალებით გააკეთებენ და გადაწყვეტავენ ამ. ესე იგი ხავდებით ხო რატო ქვია ჩვენ ფონდს საჰაერო? ცისხიდი და მართლა ხიდია რა. და ძალიან ცოტა დროა სხვათა შორის თქვენ გაგეცინება თქვენ არიცით რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი რომ მომავალი წლის 5 სექტემბერს ეს ფესტივალი ჩატარდეს იმიტომ რომ ქალაქი უნდა აშენდეს საფესტივალო თავისი სცენი, თავისი განათები, თავისი დეკორაცია. ეხლა აქ ვინც ვზივართ ჩვენ ყველა მივდივართ ბათუმში 22-ში. რომ ჩვენი ადგილიც უნდა შევარჩიოთ, სადაც გაიშლება ეს ქალაქი და იქნება აი ძალიან საინტერესო ფესტივალური ცხოვრება. ეს არ იქნება როგორც დათომ აღნიშნა, ჩვენ გვინდა რომ ჩამოსული სტუმრები ჩვენ დავათვალიერებინოთ საქართველოს ღირსშესანიშნაობა, თქვათ აჭარის კულტურა ვანახოთ, თაში წავიყვანოთ, რაღაცა ვაჭამოთ, ზოგი მოვწამლოთ, ზოგს მოვეფეროთ და ასე შემდეგ. ეს არა, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური ტურიზმზეც და ჩვენ გვინდა რომ ერთი დღე ეს დათოს იდეა იყო და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტოთ, რომ ერთი დღე რაღაცნაირად ეს იყოს ანაკლიაში. ყველაფერი ვთქვით უკვე, აი ამათ ესე რომ გვიყურებენ ყველაფერს ძალით გალაპარაკებენ. ერთი დღე გვინდა გემით გადავიდეთ. და აუცილებლად თქვა ვერ მაგრამ ანაკლია განმუხური და ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა თქვა რომ დარწმუნებული ვარ რომ ახლო მომავალში ეს ფესტივალი ჩატარდება მერე აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ აუცილებლად. ერთი დღე ჩვენ გვინდა ამ ფესტივალის რომ იყოს აი ეს ჩამოსული სტუმრები იყვნენ ანაკლიაში და ერთ-ერთი ტური ფესტივალს აქვს რამოდენიმე ტური. ერთი ტური იქნება ანაკლიაში. ძალიან საინტერესო და ეს თან ისეთ პერიოდში ემთხვევა ეს ფესტივალი ჩატარება, რომ სექტემბრის დასაწყისში ფაქტიურად რჩება ტურისტული სეზონი აჭარაში. ეს ახლა 25 ქვეყნის 30 ქვეყნის წარმომადგენლობების ჩამოსვლა ავტომატურად იწვევს იქ ტურისტული სეზონის ახედან შექმნას რა. ეს ერთი ის ძალიან ბოდიში გამოგჩა სულ ყველას და ჩვენ დათოსთან, ლევანისთან და მაკასთან, ვიჯექი და ნიასთან, აჩიკო ეხლა ყოველ წუთში რეკავს დოლიძე, ვინც ეხლა იქ ფესტივალის საკითხებს აგვარებს. არავინ არ დასვით თქვენ კითხვა და მაშინ ჩვენ გეტყვით, რატო აქ ამ ფესტივალს ასეთი აზიოტაჟი გამოწვეული? იქნა გამომდინარე, რომ გრან-პრი არის ძალიან დიდი თანხა. ვინც გაიმარჯვოს, ეს არის დაახლოებით 20,000 евро. მაგრამ დათოს იდეაა და ეგრევე ჩვენი ყველასი რომ თუ იქნება რასაკვირველად დაინტერესება უფრო მეტ ეს თანხა გაიზრდება, იმიტომ რომ თანხა არის მსოფლიო ფესტივალების მასშტაბს უთანაბდება და იმიტომ ეს 20,000 евро არის ძალიან დიდი ჰონორარი და იმიტოა სურვილი უკვე 25 ქვეყნის და მე რა ვთქვი, რომ ეს 20,000 евро არის აი ამ ეტაპზე.